დღეს მოვედით საქართველოს საელჩოს წინ, საქართველოს მოქალაქეები. გვინდა რომ ელჩს დაველაპარაკოთ ჩვენთვის თუ აქვს დრო. თქვენ ელჩი დაკავებულია? ოფიციალურად მოიწერეთ იმეილზე და შესაბამისად დანიშნავთ ალბათ შეხვედრას. იმეილზეც ვიწერებოდი და Facebook-ზე, მაგრამ პასუხები ვერ მივიღეთ. ესე არ ხდება, ბატონ გიორგი. მოიწერეთ ოფიციალურად და აუცილებლად გიპასუხებთ. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ განაცხადს, რომელიც 1 წლის წინ ეგრეთ წოდებულმა საქართველოს პრემიერმა პარლამენტის ტრიბუნიდან სახალხოდ განაცხადა. ჩვენ ვაპროტესტებთ კიდევ იმ ბოლო განაცხადს, რომელიც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ ჩვენ აღარ გვექნება ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლება, ანუ ეს უფლება შეგვიზღუდა და სავარაუდოდ ალბათ მომავალში შეიძლება საქართველოს მოქალაქეობაც ჩამოგვართვას. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოს საელჩოს ფარდები აქ ჩამოხარებული და რაღაცა დავინახეთ მობილურით როგორ გვიღებდნენ ჩუმად რო ვართ შეკრებილები საელჩოს წინ და ძალიან სამწუხაროა, რომ ესე ხვდებიან ქართულ ხალხს. საქართველოში არსებული მთავრობის პროპაგანდის მთელი მანქანა არის ორგანიზებული და დაფუძნებული ნიდერლანდებში, კერძოდ კი ამსტერდამში. ამსტერდამიდან იმართება და ფინანსდება ტელეკომპანია იმედი და მთელი ეს პროპაგანდის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ავრცელებს მთავრობის სიცრუეს და ტყუილებს, რის გამოც ჩვენი ხალხი ძალიან ზარალდება და რის გამოც დემოკრატიის ხარისხი ჩვენ ქვეყანაში დღითიდღე უარესდება და უარესდება.